რაც შეეხება ზელენსკის გაფარჩაკებას საქვეყნოდ, ამასთან დაკავშირებით შემეცოდა თუ არა მეკითხებიან და საერთოდ არ შემცოდებია და არც არასდროს არ შემეცოდება. ზელენსკი ყველაფრის ღირსია. პირდაპირ რო გაელახათ მოვალურ კაბინეტში, მაინც არ შემეცოდებოდა. იმიტომ რომ ზელენსკის არ შეეცოდა მილიონობით ადამიანი ისე შეწირა აი ამ უეჭველი წაგებულ ომს და ეს ძალიან კარგად იცოდა ზელენსკი, რასაც აკეთებდა და არავის არ ეგონოს, რომ შეცდომაში შევიდა და ზელენსკის იმის ჯეროდა, რომ ამ ომში რამე წარმატებას მიაღწევდა. ზელენსკი არის უბრალოდ დავალებების შემსრულებელი ტიპი და მთელი აი ამ 3 წლის განმავლობაში და უფრო ადრიდანაც აი ამ მთელი მსოფლიოში დაწყებული იყო პროპაგანდა, რომ აი ეს ზელენსკი შეეფუთა თვითონ რაღაცა გმირი და ვაჟკაცი და მაგარი კაცი და იგივე ხდებოდა საქართველოშიც და ეს ვიღაცები, აკიები და ეს ბერძენიშვილები, გუბაზები და ვიღაცები აღმერთებდნენ პირდაპირ თურმე ზელენსკი რა მაგარი კაცია და რა მაგარი პოლიტიკოსი და გმირი და პატრიოტი და 1000 სისულელეები. ზელენსკის ვინც თავიდანვე ეუბნებოდა, რომ იმ დღეში ჩავარდებოდა რა დღეშიც არის დღეს, ესეთი ადამიანები ყველა პრორუსევად მონათლა, ზოგი დაიჭირეს და დღესაც ციხეში ყავთ, ზოგი ვინც გაასწრო და გაიქცა და ვინც არა ზოგი საერთოდ უგზოუკლოდ გაქრა. აი ეგ არის ზელენსკი და ზელენსკის შეაფასებს ისტორია და თავის ადგილს მიუჩენს. ზელენსკი არის ზუსტად ისეთი გმირი, როგორი გმირიც არის მიხეილ სააკაშვილი, კიდე უფრო მეტად საზიზღარი და დამანგრეველი და გამანადგურებელი აღმოჩნდა ზელენსკის პრეზიდენტობა უკრაინისთვის, ვიდრე მიშას იყო საქართველოსთვის. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აი ესეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ზელენსკიც შეცდომაში ყავდა შეყვანილი და ზელენსკისაც ატყუებდნენ და აი დახმარებას პირდებოდნენ და ასე შემდეგ და იმიტომ გადაწყვიტა ომი და იმიტომ ომობდა. დღეს ხო პირდაპირ ეუბნება ტრამპი, რომ წარმატების შანსი აქვს 0 და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. და ომი უნდა შეაჩეროს, რომ გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე და ამ ომის გაგრძელება იქნება ის, რომ მეტი ადამიანი დაიღუპება და მეტი ნგრევა იქნება და მეტი უბედურება და დანარჩენი სხვა უკრაინისთვის სასიკეთოდ არაფერი არ შეიცვლება. ხო პირდაპირ უთხრა ტრამპმა. თუ შეცდომაში იყო აქამდე შეყვანილი, ეხლა აი ამის მერე უნდა მაშინ შეეცვალა ხო პოლიტიკა, მაგრამ არა, ამის მიუხედავად ხედავთ, რომ დაწერწის წინ და უკან დაწანწალებს, ისევ ამ რაღაცა პროპაგანდას ეწევიან, იქ ხალხს ახვედრებენ ინგლისში, ტაშს უკრავენ რაღაცები, რომ თურმე აი ზელენსკი როგორი მაგარი, როგორი მართალი და როგორი სწორი პოლიტიკოსია. ძალიან კარგად კიდე უფრო უკეთესად გამოჩნდება ახლო მომავალში ვინც არის ზელენსკი და ზელენსკის ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკამ სინამდვილეში უბრალოდ დავალებების შესრულებამ, რაც მოუტანა უკრაინას და აი ამ ომის დასრულების შემდეგ რაც დარჩება იმ უკრაინიდან, აი გადარჩენილი უკრაინიდან რა მდგომარეობა იქნება და ან ხალხი რა დღეში იქნება და ან აი ეგ დაფლეთილი ქვეყანა, ყველაფერი კარგად გამოჩნდება და ყველა კარგად დავინახავთ ამას. დღესაც ნათელია და რავი მზესავით ნათელია, რა მდგომარეობაშიც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მწერენ ადამიანები, რომ უკრაინა ვარც ისე სავალალო მდგომარეობაში არ არის, შენ რო წარმოგიდგენიაო და შენ ხარო რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშო, იმიტომ რომ უკრაინაზეო ესე ლაპარაკობო, რომ ძალიან ცუდ დღეშიაო და განადგურებულიაო და ასე შემდეგ. აი ამებს რო იძახიო, შენ ხარო რუსული პროპაგანდის მსხვერპლიო.
მე ვარ პროპაგანდის მსხვერპლი თუ ის ადამიანი ვისაც დღესაც გონია რომ უკრაინა თურმე არც ისე სავალალო მდგომარეობაში არ არის წარმოიდგინეთ რა დამართეს ხალხს მართლა როგორი სერიოზული პროპაგანდა გაწიეს რომ ხალხს ისე დააჯერეს აი ამ წლების განმავლობაში რომ უკრაინა იგებდა და რუსეთი ინგრეოდა და რა ვიცი იშლებოდა რომ დღესაც ესეჯერათ ამ ადამიანებს მიუხედავად ყველაფრისა